ჩემო ძვირფასო სვენელებო, მაყურებლებო, მეგობრებო, დღეს გუშინ შემიწყდა, კერ შემიწყდა, გათიშვილი მქონია ვიდეო და არ ვიცოდი თუ რამდენი რა ადგილზე გავთიშე, არ მახსოვდა. ამიტომ შევწყვიტე გუშინდელი ვიდეოს ჩაწერა და რაც ჩავწერე ის ავტვირთე. ასეთი დამემართა, ასეთი რამ. ხო და დღეს შემოგთავაზებთ მე ამ ვიდეოს გაგრძელებას. ისევ ტარტარიის თემაზე, ტარტარია და წყლის საიდუმლო. მას დავიწყოთ. წყალი ეს იყო დამუხტული ელექტროდენით. კლანუსმა ივარაუდა, რომ ქალაქური შადრევნები კაზანში ემსახურებოდა არა სილამაზეს, არამედ იყო სისტემის ნაწილი ქალაქის გასანათებლად. ანუ ჩვენ დღემდე მოვიდა ბევრი ისეთი უცნაური რაღაცა, როგორც შადრევანი, როგორც ეს წყლის ატომები, კოშკები და ბევრი რამ, რაც ჩვენ მიგვაჩნია ჩვეულებრივ ამბავთ, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერს ქონია თავისი დანიშნულება. ანუ წყალს იყენებდნენ ტარტარიაში გასანათებლად. შადრევნებსაც იმიტომ აყენებდნენ, რომ ქალაქი განათებული იყო. და წარმოგიდგენიათ, წინა ვიდეოში მიგითხარით თქვენ თუ ისე, რომ წყალი იტუმბებოდა თავისით მიედინებოდა ქალაქის ენერგომილებში, მაგრამ მილები სხვანაირი იყო. არ იყო მე რომ შეცვალეს ჩუგუნით რკინის მილებით, არა. თან ამ მილებს სწორად არ აყენებდნენ, რომ წყალსა დაეკარგა თავისი ენერგია. ხო, ეს შეგახსენეთ უბრალოდ მე. დამუხტული წყალი, როდესაც ვარდებოდა სიმაღლიდან, ქმნიდა შთაბეჭდილებას ნათებისა. სპეციალური აირიან ნათურებში. წყლის ძალა ანათებდა ანათებდა კი არა, წყლის ძალა ამ აირიან ნათურებს უკიდებდა, ნაპერწკალს აძლევდა ელექტროდენის საფეწას შორიდან და ანათებდა, თავდა გასანათებლად ამ აირიან ნათურებს. ეს კავშირი წყლის და აირისა იყო გასაღები. ნუ არც ისე სასწაულია თუ გაითვალისწინებ ფიზიკის კანონებს. 1880 წელს ცნობილი გამოგონებელი ნიკოლა ტესლა მუშაობდა პროექტზე ჩანჩქერების გამოყენებაზე ენერგიის მისაღებად, მაგრამ ცოტა ვინმე მიცის, რომ მისი იდეები იყო მცდელობა აღედგინა ის, რაც მუშაობდა გლობალური მასშტაბით. ძველ გრავიურებზე ვარსკვლავური კოშკის სიმაგრები გამოსახულებით ჩვენ ხედავთ უცნაურ კოშკებს, რომლებიც იდგა პირდაპირ წყალში, მათი კენტეროებიდან შენობების კენტეროებიდან მოედინებოდა, იყო დაყენებული კენტეროებზე შპილები. ამ სახურავიდან, ამ კენტეროებიდან მოედინებოდა, იყო ჩამოყრილი წვრილი მავთულები ან სხივები, სხივებსაც შეიძლება სხივებით უწოდო, ჩამოყრილი იყო მავთულები კენტეროდან. ეს იყო ატმოსფერული ელექტროდენი, სადაც წყალი გამოდიოდა უზარმაზარი კონდენსატორის როლში. ანუ წყალი ხებულობდა ამ ელექტროენერგიას. წარმოიდგინეთ, ვარსკვლავური ციხე კოშკები ინტერნეტში არის, შეგიძლიათ ნახოთ. წარმოიდგინეთ, ვარსკვლავური ციხე კოშკები წყლის არხით გარშემოდგმული, ზიგზაგისებური ამ ვარსკვლავური ფორმაც აქვს ამ არხს. გრალად კი არა ამოთხელი, ამ ზიგზაგის ფორმები აქვს მიცემული ამ არხსაც გათხრის დროს და წყალი ამ მომენტში აქ
გამოდიოდა როგორც უზარმაზარი კონდენსატორის როლში. როდესაც მოხდა კატასტროფა შუა მე-19 საუკუნის შუაში, ეს მტვერიანი წარღვნა წვილი მექანიზმები რეზონანსისა იყო დარღვეული, თიხამ გაჭედა არხები, კოშკები, რეზონატორები კი იყო ჩამოგდებული. 1992 წელს სანქტ-პეტერბურგში ერმიტაჟის სადაფების რემონტისას რემონტის სლელობისას მუშები შეეჯახენ ამოშენებულ კამერას, რომელიც იყო გავსებული უფერო სითხით. ეგონათ, რომ ეს სითხე იყო ძველი მარაგი ღვინოსი ან ზეთისა, მაგრამ ანალიზმა უჩვენა, რომ ეს იყო დისტილირებული წყალი, რომელიც შეიცავდა დიდი რაოდენობით ნანო ნაწილაკებს, ოქროს და ვერცხლს. ეს სითხე კი იქ ინახებოდა მე-18 საუკუნიდან, რისის უნდა შეენახათ. ოქროს წყალი იმპერიის სასახლის ქვეშ, პასუხი ინახება პირადი კანცელარიის დედოფალ ეკატერინეს მეორეს საბუთებში. იქ ნახსენებია ჯანმრთელობის ოთახი, სადაც ეკატერინე იღებდა აბანოებს სპეციალური წყლისაგან, რომელიც მოქონდათ ციმბილიდან. ეს წყალი არ ფუჩდებოდა წლების განმავლობაში. თანამედროვეების აღწერით კანს უბრუნებდა ახალგაზრდობას. დღეს რატომ გვეუბნებიან, რომ ოქრო წყალში მავნებელია, ვერცხლი კი სუსტი ანტისეპტიკია, იმიტომ რომ თანამედროვე მეცნიერება გამოყოფილია ფიზიკის ჭეშმარიტი ცოდნისაგან. ტაძრებში იცოდნენ, ტარტარიაში იცოდნენ, რომ წყალი არის საინფორმაციო მატრიცა. თუ მასში დაამატებ განსაზღვრულ მეტალებს და მოახდენ ბგერის ზემოქმედების ქვეშ, ამ წყალს ის იცვლის თავის მოლეკულარულ სტრუქტურას. ტიბეტის მონასტერში დღემდე იყენებენ მომღერალ ფიალებს, რომელშიც წყალი ასხია. თუ ხელით შეეხები ფიალის ასე ვთქვათ იმ ქართულად როგორა კრაი ხო, ახლა ნახე, ამ ფიალის კიდეს თუ შეეხები, ამ ფიალის კიდეს თუ გავსვამ ხელს, წყალის შიგ იწყებს დუღილს, თან რჩება ცივი. ეს არის ხმოვანი რეზონანსი. ახლა კი გაიხსენეთ ჩვენი ზარების ფორმა. ტაძრების გუმბათებზე რომ ეკიდა ადრე, ახლაც კიდია ზოგიერთზე არ ვიცი, მაგრამ ეკიდა ადრე ზარები ყველგან. ისინი იდეალურად იმეორებენ მომღერალი ფიალების ბგერას, მხოლოდ გადაბრუნებული ფიალებისა. ხო, ზარი ხო გადმობრუნებულია და ფიალა პირიქით იმ ამობურცული მხრით ზევითაა და ზარები გადმობრუნებულად კიდია. დიახ, ამას ვეთანხმები. როდესაც ზარი რეკავდა, ვიბრაცია გადაეცემოდა ფუნდამენტის გავლით ქვედა წყლებზე. მთელი ქალაქი იშთანთქებოდა სამკურნალო სიხშირეებით, წყალდენების მეშვეობით,
მაგრამ მე-19 საუკუნეში ვიღაცამ გადაწყვეტა, რომ კაცობრიობას არ უნდა ქონოდა ჯანმრთელობა და არ უნდა ქონოდა ხანძრების სიცოცხლე, დაიწყო რკინის მილების ეპოქა. 1873 წელს პარიზში იყო გაშვებული პირველი მასიური სისტემა წყლის ფილტრაციისა. ხო, წყლის ფილტრაცია დაუწყიათ. წყლის ფილტრაცია შემოსულა 1873 წელს, თან ეს კეთდებოდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ დაიწყეს პარიზიდან და წყალი გადიოდა სილას და ნახშირს, ასე იფილტრებოდა. მაგრამ იმ დროის ექიმები, მასეთები როგორც ლუი პასტერი, ამტკიცებდნენ, რომ მიზეზები ბაქტერიებისა იყო ეს ძველი წყალსისტემა, თითქოს. მაგრამ ისინი იგნორირებას უკეთებდნენ იმ ფაქტს, რომ ფილტრაცია კლავდა იმ წყლის ჭუჭლის ენერგიას, რაშიც წყალი მიედინებოდა. წყალი ხდებოდა ცარიელი. იმდენად კი ის იწმინდებოდა სიბინძურისაგან, ფიზიკური სიბინძურისაგან, მაგრამ იქცეოდა მშიერ სითხედ, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას იწყებდა უჯრედებიდან ენერგიის გამოწვევას იმისთვის, რომ აღედგინა წყალს თავისი ბალანსი. ამიტომ ის წყლები, რომელიც იყიდება მაღაზიებში, ის არის დისტილატი თურმე, როგორც წინა ვიდეოში ვთქვი, და ცარიელი წყალი. შეიცავს ფტორს თურმე, ყველა მაღაზიის წყალი შეიცავს ფტორს. მე არ ვიცი ახლა დღეს რა ხდება, მაგრამ უნგარში აქ სადაც მე ვცხოვრობ, წყალი რომ მოდის, არის ისეთი სუნი ასდის ქლორის და როდესაც წმინდავენ დაუშვათ იმ დღეს, საერთოდ სასწაული სუნი დგას. მე ვერ ვიტან ქლორის სულს. არსებობს დოკუმენტი დათარიღებული 1890 წლით ბრიტანელი ინჟინრის ანგარიში გენრი როუელ სენისა, რომელმაც გამოიკვლია ძველი აკვედუკები ერაყში. ხო, მე ხა შეგახსენებთ, ვინც არ იცით რა არის აკვედუკები. აკვედუკების მეშვეობით იკაჩებოდა ოკეანის წყალი. დიახ, აკვედუკების საშუალებით. მან აღმოაჩინა, რომ ისინი იყო აშენებული პრინციპით ოქროს კვეთისა. არხების შესახვევებს ჰქონდათ მკაცრად ერთნაირი განსაზღვრული რადიუსი. წყალი მასეთ არხებში მოძრაობს უფრო ჩქარა, ვიდრე უნდა მოძრაობდეს კანონით გრავიტაციისა. ის თითქოს თვითონ ამოძრავებდა თავის თავს წინ. წყალი იგულისხმება აქ. მან სცადა ამ ეს მეთოდი გამოიყენებინა ლონდონში წყალმომარაგების აშენების დროს, მაგრამ მისი პროექტი იყო უკუგდებული ფინანსური თვალსაზრისით. ამის მაგივრად ლონდონი გაივსო პირდაპირი თუჯის მილების ქსელით, პირდაპირი კუთხით. ამან მიიყვანა იქამდე, რომ წყალი ჩიხში ჩიხილ უჯრედებში დაიწყო დაგროვება და დალპობა, რამაც გამოიწვია ცნობილი აფეთქებები ქოლერისა, რომელიც მიეწერა ცუდ კვების ჰიგიენას. ძველი შენობების სარდაფებში მთელი რუსეთის ტერიტორიაზე პოულობენ უსარმაზარი ქვის ფიალებს ჩამონტაჟებულს იატაკში. მათ უწოდებენ ყინულის ყუთებს, რომელიც გათვალისწინებულია თითქოს პროდუქციის შესანახად, მაგრამ ამ ქვის ფიალებს აქვს
ჩამოსარეცხი ნახრეტები, რომლებიც მიდიან ღმად შახტებში, სკვარშენა, ну ასე თქვა შახტებში და ისინი ხშირად გაფორმებული არიან ორნამენტებით, რომელიც დღეს ჩვენ ვხედავთ მიკროსხემებზე. წყალი ხდება ამ ხვრელებში, სადაც აღიდგენს თავის ბუნებრივ თვისებებს. ანუ ამ ქვის ფიალებში იყო ნახრეტები და წყალი, როდესაც ამ ნახრეტებში გაედინებოდა, ის თავის ძალას აღადგენდა. წამოგიდგენიათ? 40-იან წელს, მე-20 საუკუნის 40-იან წელს ქიმიკოსებმა, ქიმიურმა კორპორაციებმა დაარწმუნეს მთავრობები, რომ ფტორი სარგებლიანია კბილებისთვის. ცოტა ვინმე მიცის, რომ ფტორი არის როგორც პაბოჩნი ეფექტი, გვერდითი მოვლენა ალუმინის ნივთიერებების დამზადების დროს, რომლის უტილიზაცია ძალიან რთულია და ძალიან ძვირი ხდება. მისი გამოყენება წყალში გახდა გენიალური მარკეტინგული სვლა. მაგ დროს მაგრამ არის მხარეც, ფტორი იწვევს, მეორე მხარეც არის. ფტორი იწვევს კალციფიკაციის პროცესს. ну მაგალითად გირჩოვანი ჯირკვლის კალციფიკაციას იწვევს ადამიანის ტვინში. ეს ჯირკვალი პასუხს აგებს ინტუიციაზე, ხელოვნების აზროვნებაზე და მელატონინის გამომუშავებაზე. წყლის მეშვეობით ფტორი იჭედებოდა ორგანიზმში და ადამიანებს ხდის დამჯერებად ართმევს მათ ღრმა ანალიზის უნარს და კრიტიკულ აზროვნებას. ჩვენ ვხედავთ იდეალური მომხმარებლები, რომლებიც არ სვამენ ზედმეტ კითხვებს თავისი წარსულის შესახებ. ხო რა, ამ ფტორიანი წყლის დალევით ჩვენ გაგვაჩუნგეს და ჩვენ ავტომატურად, მექანიკურად ცხოვრობთ, არც კი ვსვამთ კითხვებს ჩვენი წარსულის შესახებ, არ გვაინტერესებდა არაფერი. ეს ახლა ხალხი რო ფხიზლდება. ინტრიგა იზრდება, როდესაც ჩვენ ვხედავთ თანამედროვე გაწმენდის ტექნოლოგიებს. დღეს ჩვენ თავაზობენ უტილიზირებულ წყალს, გაწმენდილს უკანა ოსმოსის მეთოდით. ეს არის პროცესი, რომლის დროს წყალი მაღალი წნევის ქვეშ გაყავთ უზარმაზარი მემბრანაში და აცილებენ მას აბსოლუტურად ყველაფერს. გამოსვლისას რჩება მხოლოდ ცარიელი სითხე, რომელიც თავისი თვისებებით ახლოსაა ტექნიკურ გამხსნელთან. ის სანთქავს თავში ყველაფერს, რასაც ეხება პლასტიკის ბოთლებში CO2-ს ხაერიდან, სხეულებში კი მიკროელემენტებს ჩვენი სის ძარღვებიდან და ძვლებიდან. ანუ თუ ასეთი წყალი მოხდა ჩვენ ორგანიზმში, ის თანთქავს ყველა მიკროელემენტებს ჩვენი ორგანიზმიდან, სის ძარღვებიდან, ძვლებიდან,
ჩვენ სვამთ წყალს და ფიქრობთ, რომ ჩვენ ჯანმრთელობას ვიბრუნებთ. სინამდვილეში ნელ-ნელა ხსნით შიგნიდან ჩვენ თავს. ანუ ვშლით, ასე ვთქვათ. შიგნიდან ჩვენ თავს. 1953 წელს ვატიკანის არქივებში იყო ნაპოვნი ფრაგმენტები რუკისა, რომელზეც იყო გამოსახული ანტარქტიდა ყინულის გარეშე. მდინარეები და ქალაქების განვითარებული ქსელებით, მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო მეორე მხარეს. ის იყო სქემა მსოფლიო ოკეანის დინების ხო ამ რუკის მეორე მხარეს იყო დახაზული ოკეანის დინების მსოფლიო მასშტაბით სქემა, რომლებსაც უწოდებენ მიწის არტერიებად. ტექსტში ეწერა, რომ ვინც გადაკეტავს ამ არტერიებს ან მოწამლავს მას მოძრაობის არასწორი ფორმით, გახდება სამყაროს მბრძანებელი. რა იგულისხმება მოძრაობით არასწორი ფორმით? აი რაც მოგიყევით, რომ სწორი მილები შენდება, კეთდება წყალსაც გაყვანილობის გაკეთებისას და ეს არის არასწორი. სწორად არ უნდა გაიყვანო წყლის არხი, რომ მან თავისი ძალა არ დაკარგოს, ზიგზაგისებურად უნდა იაროს წყალმა და არასწორი მიმართულებით. დღეს პლანეტას დღეს ჩვენ პლანეტაზე ანადგურებენ პატარა მდინარეებს. მათ ბეტონის კოლექტორებში ამწყდებენ. და როგორ იცვლება მათი დინება პირდაპირ ტრაექტორიით, როგორც იცვლება მათი დინება პირდაპირ ტრაექტორიით, ხდება ნათელი. ეს გეგმა სრულდება პირდაპირ ახლა, ანუ შეგნებულად აკეთებენ ამას. შეგნებულად გაგვიფუჭენ წყალი. მაინც რა მოხდა იმ მომენტში, როდესაც ეს პროცესები დაიწყო. როდესაც ჩვენ საუბრობთ ტარტარიაზე, ბევრს გონიათ, რომ ეს არის სახელმწიფო დაკარგული რუკებზე. ხო, მით უმეტეს წარღვნის შემდეგ. საერთოდ გაქრა ეს. ხო, ბევრს გონია, რომ ეს სახელმწიფოა, მაგრამ ეს სახელმწიფო არა, ეს არის ბიოლოგიური, ასე ვთქვათ, სქემა იმისა, რომ ხალხმა იცხოვროს ჯანმრთელად და ხანძლივად. მაგრამ სიდიდე ტარტარიისა შედგებოდა არა საზღვრებში, არამედ ტექნოლოგიებში, რომლებიც საზღვრებს სცემოდა. მსოფლიო ქალაქების ფოტოებზე დაფიქსირებულია შენობები წითელი აგურებისაგან, სახურავზე მაღალი შპილებით. არის ერთი დეტალი, რომელსაც აღნიშნავენ ინჟინრები, მშენებლები. ამ შენობებში არ არის ქვაბის ოთახები, საქვაბეები. პროექტში არ არის გათვალისწინებული ადგილები ნახშირის შესანახად. არ აქვს შენობებს საკვამურები, ჩვეულებრივი გაგებით და დიდი ფეჩები, ღუმელები, რომლებიც იქნებოდა საჭირო გასათბობად მასეთი კოლოსალური მასშტაბისა. ანუ შენობები ხომ დიდი შენობებია, დიდი ოთახებით. და რა გათბობს დაუშვათ, რომ ყოფილიყო გათბობა, ასეთ ოთახებს რა გათბობდა. ანუ ეს სასახლები იყო აშენებული ისე, რომ თვებოდა ეფირული ენერგიით. 24 საათი ყოველწლიურად იყო
სითბო, კომფორტი, სანამ არ დაინგრიოდა ყველაფერი. წამოიდგინეთ, ძლიერი ზამთარი იმ პერიოდში ამის მაგივრად ამ შენობებს ქვეშ ყოველთვის ამ შენობების ქვეშ ყოველთვის პოულობენ მიწისქვეშა ტუნელების განშტოებას გავსებულს წყლებით. წამოიდგინეთ, ახლა რომ ვინმე გამოიკულიოს შენობების სადაფები, რომელიც დაფარულია თიხით ან დააბეტონებული, იქ აუცილებლად ნახავს ასეთ სიტუაციას. აუცილებლად. მხოლოდ საქართველოშია ვინ გამოიკულებს ამას? ჩიკაგოში ძველი წყლის სანტუბი კოშკის რეკონსტრუქციის დროს 2000 წელს მუშებმა გახსნეს იატაკი და აღმოაჩინეს უცნაური სპილენძის მილები, რომლებიც ჩადიოდნენ ფუნდამენტში სიღრმეში, სადღაც 40 მეტრამდე. ეს მილები იყო სავსე წყლით. წყლით კი არა, ეს მილები იყო სავსე წყლით კი არა, არამედ რაღაც წეპოვანი ზეთით. ოზონის კვეთრის სუნით. როგორც კი ერთ-ერთი მილი დააზიანეს, შენობაში თავისი დაინთო ძველი ნათურები, რომლებიც არ იყვნენ მიერთებული ელექტროსცელს უკვე 10 წელიწადი. ეს ამტკიცებს იმას, რომ ძველი წყალგაყვანილობის სისტემები იყო ნაწილი ერთიანი ენერგეტიკული ჯაჭვისა. წყალი სისტემაში წყალის სისტემაში ცირკულირების დროს გამოიმუშავებდა ელექტროდენს, რომელსაც იყენებდნენ გასანათებლად და გასათბობად ტარტარიის ქალაქებისა. მაგრამ ჩვენ რატომ არ ვიცით დღეს ამის შესახებ? პასუხი იმალება 1858 წელს, რომელიც შევიდა ისტორიაში როგორც შევიდა ისტორიაში როგორც ერების გაზაფხული. მთელ ევროპაში და ამერიკაში გადაიარა რევოლუციების ტალღამ და ომებმა. ოფიციალურად ეს იყო ბრძოლა დემოკრატიისთვის. სინამდვილეში კი ამ პერიოდში მთელი პლანეტის მასშტაბით მეტოდიურად ნადგურდებოდა ძველი წყლის ქსელის კვანძები. მოსკოვში ამ დროს დაიწყო მშენებლობა პირველი თანამედროვე წყალსადენისა. ძველი არხები და ნაკადულები იყო მასიურად იფარებოდა. ეს ნაკადულები და არხები, წყლის ძველი არხები და ნაკადულები მასიურად იფარებოდა მიწით. ვლადიმერ გელიროვს არქიტექტორის კვლევას თავის ჩანაწერებში ახსენებდა, ეს პიროვნება თავის ჩანაწერებში ახსენებდა, რომ მილის მილი მიედინებოდა ქვეშ, მოსკოვის ქვეშ და ისინი პოულობდნენ უზარმაზარი ქვის დარბაზებს
მაპატიეთ ცოტა შემიშალა აქ რა დოქტორი არ ვიცი რომელშიც მიედინებოდა მიწის ქვეშ დინარეები ანუ მიწის ქვეშ ესე იგი სიღრმეში დინარეები მიედინებოდა პირდაპირ მნიშვნელობით ეს დარბაზები იყო მოპლიკეტებული თეთრი მარმარილოთი რომელიც სიბნელეში ბრწყინავდა ახალი კანალიზაციის მშენებლობისა ეს დარბაზები უბრალოდ ჩამარხეს სამშენებლო ნაგვით და ჩააბეტონეს 1912 წელს ეგვიპტური ლუქსორის რაიონში გათხრების დროს იყო ნაპოვნი სტელა გაუგებარ ენაზე დაწერილი ტექსტით რომელიც მოგვიანებით გაშიფრეს როგორც ერთ-ერთი განშტოება უძველესი რუნების დამწერლობისა რომელიც იყო დამახასიათებელი ციმბირისთვის კი ადრე ციმბირში საერთოდ სლავიანებში იყო ეს რუნა როგორც დამწერლობის სახე რუნებს უწოდებენ ტექსტში იყო აღწერილი უდიდესი ჩრდილოერი ერი რომელმაც მოიყვანა ეგვიპტეში ტექნოლოგია წყლისგან სინათლის მოპოვებისა იქ ეწერა რომ წყალი არის ღმერთების სისხლი თუ წყალს აიძულებ წრეში დინებას ქვისში ის გაძლევს თავის ძალას ეს არის პირდაპირი აღწერა ტარტარიის ქარიშხლის ტექნოლოგიასი ყველაფერი უცნაური ყველაზე უცნაური კი ის არის რომ ამ ნაპოვნი ტესტის შემდეგ ექსპედიცია აიძულეს უცებრე უკან დაბრუნებულიყო გათხრის ადგილი კი დაფარული იყო სილით ბრიტანელი კონსული ამ ბრიტანელი კონსულის განკარგულებით ნახეთ რომ როგორ არის მოწყობილი ვარსკვლავური ციხესიმაგრეები როგორი წყობა აქვს ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთნაირად არიან მოწყობილი ერთნაირად არიან გაშენებული და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ითვლის 1000 მეტრზე ამ ვარსკვლავური ციხე სიმაგრეების რაოდენობა ისინი არიან რუსეთშიც ევროპაშიც ამერიკაშიც და აფრიკაშიც ყველა მათგანს აქვთ სხივისებური ფორმა მრავალ სხივიანი ფორმა და გარშემორტყმულია არხებით წყლიანი არხებით ოღონ სწორად კი არა ზიგზაგსებურად მაპატიეთ ხანდახან ენა მებნება წყალის მასეთი ფორმით ამ არხებში ასრულებს თუ მერყევად მოძრაობებს ეს სხივები მიმართავენ გერით ტალღას ანუ აგზავნიან გერით ტალღას ცენტრისაკენ სადაც ჩვეულებრივ სამებრ იმყოფება ყველაზე მაღალი შენობა ანუ მაღალი შენობა და შპილით კენწეროზე ტაძარი ან კოშკი ხო შემდეგ და ზეთ შპილი იყო
დამონტაჟებული. ეს იყო გიგანტური ჰიდროაკუსტიკური დანადგარი ის წმენდა წყალს მთელ რეგიონში რადიუსით 100 კილომეტრით. ხო, ეს ერთი შენობა, ერთი დანადგარი. და მის სტრუქტურას აწყობდა ჯანმრთელობის სიხშირეზე. ანუ, როდესაც ვინც ხდებოდა ამ რადიუსში, ყველა ჯანმრთელდებოდა. ავადმყოფი არავინ არ იყო. 1839 წელს ლონდონში იყო გამოქვეყნებული დოკუმენტი, ცნობილი როგორც ჩედვიგის ანგარიში სანიტარულ მდგომარეობაზე შრომელი მოსახლეობისა. შიგ პირველად იყო გაცხადებული, რომ წყალი ღია წყაროებიდან და ძველი შავდრინებიდან არის ავადმყოფობის ბუდეები. მოიგონეს ტყუილი და ამ დროიდან დაიწყო სოფლიო კომპანია ბუნებრივი წყლის გამოყენების აკრძალვაზე. ხალხი აიძულეს გადასულიყვნენ ცენტრალურ წყალსადენზე. დაელიათ ეს წყალი. მაგრამ არის ერთი ნიუანსი. პირველად წყლის გაწმენდის სისტემამ თავისში ჰქონდა ალუმინის და ტყვის შენაერთები. მიკრობებთან ბრძოლის საბაბით საბაბის ქვეშ წყალში დაიწყეს მძიმე მეტალების დამატება. ამან გამოიწვია ხალხის საშუალო სიმაღლის შემცირება. თუ მე-18 საუკუნეში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენდა 180 სანტიმეტრს, მე-19 საუკუნეში მე-19 საუკუნის ბოლოსკენ ამ ეს სიმაღლე დაეცა 160 სანტიმეტრამდე. ცივილიზაცია ტარტარიის გოლიათებისა იყო განადგურებული წყლის შემადგენლობის შეცვლით და საკვების შეცვლით დასაკვირველია. მე-18 საუკუნის ტარტარიის რუკებზე ჩრდილო ამერიკის რაიონში აღინიშნებოდა უდიდესი არხი, რომელიც აერთიანებდა ატმოსფერულ და წყნარ ოკეანეებს. რომელიც აერთიანებდა ატლანტიკურ და წყნარ ოკეანეებს. აქ შემოკლებით მაქვს და ამიტომ დღეს ამ ადგილზე არის მთები და უდაბნოები. თუ დახედავთ თანამგზავრის ფოტოებს, წყლებისა და ორი ზღვისა ინფრაწითელ სპექტრში ჩანს სწორი ხაზები უზარმაზარი არხებისა, რომლებიც დაფარულია სილით და რაღაც ბუნებრივი მასალით. ასადჩნება როდი. ანუ ამ მიწის, სილის, თიხის ყველაფრის ქვეშ არის ჩამარხული ეს არხები, მაგრამ წითელი სხივებით თუ დახედავთო ზოლები მოჩანსო ამ არხების. ამ არხების სიგანი არის 300 მეტრი. თანამედროვე ტექნოლოგიას არ შეუძლია ააგოს ამხელა ნაგებობა. მოკლე ვადაში ეს იყო გლობალური
სატრანსპორტო და ენერგეტიკული ქსელი, როდესაც მოხდა კატასტროფა, შეიძლება პლაზმის ძლიერმა ამოფრქვევამ ან დაცემა კომეტის ნატეხებისა ამ არქებზე გამოიწვია გავსება სილით, მტვერით და ტალახით. ამ მოვლენას ჩვენ ვიცნობთ როგორც მსოფლიო წარღვნა, რომლის შემდეგ პირველი სართულები შენობებისა იყო ჩამარხული ტალახით, თიხით, მტვერით, მიწით, რა ვიცი, რა მოქონდა წარღვნას. მსოფლიო ახალმა მმართველებმა, რომლებიც მოვიდნენ კატასტროფის შემდეგ, გადაწყვიტეს სისტემა კი არ აღედგინათ, არამედ აეშენებინა თავისი სისტემა, რადგან მათ არ სჭირდებოდათ ჯანმრთელი და თავისუფალი ადამიანები, მათ სჭირდებოდათ მონები. 1955 წელს რუსეთში იყო შექმნილი სპეციალური კომისია წელთაღრიცხვის გადასაკეთებლად, ანუ წელთაღრიცხვაც შეგნებულად გადააკეთეს. მისი ერთ-ერთი ამოცანა იყო ყველა ხსენების განადგურება, რაც ეხებოდა ტარტარიის წყლის მანქანებს. ამ დროს დაიწყეს მასიურად სამონასტრები, კედლების და კოშკების აფეთქება, რომლებიც იდგა წყლის წყაროებზე ოფიციალურად. წარსულის გადმონაშთებიდან საბრძოლველად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული სინამდვილეში. ოფიციალურად ასაკურელია სხვა მიზეზი იყო. მიზეზი არ გამოილევა, მაგრამ სინამდვილეში უნდათ ტარტარიის წყლის ტექნოლოგიის ხსენება გაქრალიყო ხალხში. და ეს კიდევ იმისთვის გაკეთდა, რომ სინამდვილეში რომ შეწყვეტილიყო ენერგეტიკული კავშირი ადამიანისა და დედამიწის შორის. რუსეთის ყოველ ქალაქში არის ქუჩა სანაპირო, თუმცა იქ არ იყო წყალი. ირკუტში, ომსკში, სამარაში ამ ქუჩების ამ დასახელებით სანაპიროს ქვეშ დევს გიგანტური აგურის კოლექტორები, რომლებიც ზომით მეტია ვიდრე თანამედროვე მეტროს ტუნელები. 1979 წელს ომსკში ხიდის მშენებლობისას ირტიშზე ექსკავატორის კოშკი შეიჯახა რაღაც მაგას 15 მეტრის სიღრმეზე. ეს იყო ლუქის თავი უჟანგავი ლითონისაგან გრიფონის გამოსახულებით. ტარტარიის სიმბოლო, გრიფონი იყო ტარტარიის სიმბოლო. ხო და ეს სიმბოლო იყო ამ ლუქზე. მუშებმა მოასწრეს მონაპოვნის გადაღება, ადგილის გადაღება, მაგრამ
1 საათში მოვიდნენ ხალხი სამოქალაქო ტანსაცმლით რაიონი რგოლში მოაქციეს და ლუკი ჩააბეტონეს ერთ ღამეში. საქმე ყავდა მაგ ტუნელს არავინ იცის. წყალი, რომელიც მიედინებოდა სწორი ხაზით, კარგავს საერთოდ წყალი, რომელიც მიედინება სწორი ხაზით, კარგავს თავის ბუნებრივ მუხტს და გადაიქცევა ქაოსად. სტალინის ბრძანებით იყო დანგრეული სუხარევის კოშკი, რომელსაც ხალხში უწოდებენ ივანე უდიდეს პატარძალს. სანამ დაანგრევდნენ, ჯერ გამოშიგნეს. ამ კოშკის სიღრმეში სამუშაო მიმდინარეობდა რამდენიმე თვე. მოწმეები იხსენებენ, რომ ფუნდამენტიდან გამოქონდათ უზარმაზარი ყუთები, გატენილი ტყვიით, ხო ამ ყუთებში ელაგა ტყვია, უცნაური სპილენძის სპირალები, რომლების დიამეტრი იყო 3 მეტრამდე. სუხარევის კოშკი არ იყო უბრალოდ ციხე-სიმაგრე ან ნავიგაციის სკოლის ნაწილი, ის იყო ცენტრალური კვანძი მოსკოვის წყალსადენის სისტემისა, ძველი სისტემისა, რომელიც დარჩა ტარტარიის დროიდან. კოშკის ქვეშ იყო უზარმაზარი რეზერვუარები, რომელსაც უწოდებდნენ რაპირას. წყალი მასში იმყოფებოდა ისეთი წნევის ქვეშ, რომ შეეძლო ასულიყო მილებში ყველაზე მაღალ დონეზე ნასოსის გარეშე, მაგრამ მომთავარი ის იყო, რომ ამ რეზერვუარში იყო ეგრეთ წოდებული მათი შავი ქვები. იაკობ ბრუსი ძველი დროის მკვლევარი, რომელსაც თანამედროვეები მთლიან შავ წიგნობრად წერდა თავის საიდუმლო წერილებში, რომ ეს შავი ქვები, რომელიც ახლა ახსენე, ავსებენ წყალს სინათლით, რომლისგანაც ქრება ავადმყოფობა. როდესაც კოშკი ააფეთქეს მთელ რაიონში, ეს მოსკოვში, რამდენიმე დღით გააქრა წყლები ახლო მდებარე ჭეებში. თვით მიწა კი ფუნდამენტის გარშემო ჩაჯდა რამდენიმე მეტრით. ეს იყო საბოლოო განადგურება ძველი წყალგაყვანილობისა, მაგრამ რატომ დასჭირდათ იმის განადგურება, რაც მუშაობდა საუკუნეების განმავლობაში? პასუხი იმალება მოვლენებში 1992 წლისა რუსეთის იმპერიის ესე იგი 1892 წელს რუსეთის იმპერიაში და ევროპაში გადაიარა ეგრეთ წოდებულმა ქოლერის ბუნტებმა. ხო, ქოლერის ბუნტებმა ოფიციალურად ამბობენ, რომ გაუნათლებელი გლეხები და მუშები თავს ესხმოდნენ ექიმებს და ტეხავდნენ წყალგაყვანილობის სადგურებს, რადგან სჯეროდათ ჭორებისა, რომ თითქოს წყალს სპეციალურად წამლავენ. ანუ ახალ წყალზეა აქ ლაპარაკი, ახალ გაყვანილობაზე. მაგრამ თუ ჩვენ წავიკითხავთ დაკითხვის პროტოკოლს ამ ბუნტის მონაწილეებისა, სულ სხვა სურათი გამოჩნდება. ხალხი ასტრახანში, ლატვიაში და ტაშკენტში ამტკიცებდნენ, რომ ხედავდნენ, როგორ მიქონდათ ღამღამობით რეზერვუართან სამთავრობო ფაეტონები
და ხალხი ნიღბებში როგორ ყრიდა ბოჩკებს, ეგრეთ წოდებულ ბოჩკებს, მაშინ ხო ხის ბოჩკები იყო. თეთრი ხნილი ცავსეს, ამ ბოჩკებში შეეყარა თეთრი ხნილი და ამას ყრიდა წყალსაცავში. ამის შემდეგ წყალს ჰქონდა ღვინის სუნი და ის ხალხი, რომლებიც ამ წყალს დალებდნენ, ვარდებოდნენ აპატიაში და ვერ უწევდნენ წინააღმდეგობას ვერავის. ეს იყო პირველი მაგალითი ისტორიაში ქიმიური ელემენტების გამოყენებისა წყლის დახმარებით ესე იგი წყალს იყენებდნენ იმისათვის, რომ ხალხი დაემონებინათ, დაიჩუნგებინათ და აგრეთვე წყალში უმატებდნენ ლიტიუმის მარილებს და ფტორს. იმ პროპორციებში, რომლებიც საკმარისია, რომ აჯანყება ჩააქრონ და ხალხს არაფრის თავი არ ჰქონდეს. 1948 წელს გლობალური კატასტროფის დროს, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ მტვერის წარღვნას, მსოფლიო ოკეანის დონე შეიცვალა, მოხდა უცნაური ინციდენტი უდიდესი ტბების რაიონებში, ჩრდილო ამერიკაში. ნიაგარის ჩანჩქერი უცებ გაჩერდა 40 საათით. ოფიციალურად ყინულოვანი გაჭედის გამო, მაგრამ ადგილობრივები გაზეთები, მაგ დროის ადგილობრივი გაზეთები წერდნენ, რომ წყალმა უბრალოდ კი არ მიატოვა დინება, ის ბუკვალურად ჩავიდა მიწის ქვეშ. გიგანტური ჩავარდნები მოხდა, ესე იგი გაიხსნა მიწა, მოხდა გიგანტური ჩავარდნები, რომელიც გაიხსნა ამ ჩანჩქერის გზაზე, ანუ მდინარის კალაპოტის გზაზე მოხდა ჩავარდა მიწის და წყალი ჩაყვა მას და ამიტომ ნიაგარის ჩანჩქერი შეჩერდა. ნიაგარის ჩანჩქერის მოძრაობა შეჩერდა. ჩანჩქერი ხო ეს წყალია და მდინარიდან მოიდინება ხო, მაგრამ რადგან მდინარის კალაპოტში გზაზე, ამ მდინარის მოდინების გზაზე იქ მიწა ჩავარდა, წყალიც ქრებოდა 40 საათი. როდესაც წყალი დაბრუნდა, ის იყო შავი ფერის და ჰქონდა ზეთოვანი სტრუქტურა. კვირის განმავლობაში ამოვლის შემდეგ მთელ რეგიონში დაიღუპა ყველა ფრინველები და წვრილი ცხოველები. ტარტარიის მკვლევარები თვლიან, რომ ამ მომენტში იყო დანგრეული გლობალური სისტემა მიწისქვეშა კომუნიკაციებისა, რომელიც აკავშირებდა რეგიონს კონტინენტთან. და ეს ეტყობა, ეს სისტემა დაინგრა, რამაც გამოიწვია მიწის ჩანგრევა. არსებობს შოკირებადი ვერსია, რომ ტალახიანი ნაკადი მე-19 საუკუნისა რომელმაც ჩამარხა ქალაქები თიხით 2 მეტრამდე არ იყო შედეგი დაცემისა მეტეორიტისა ან ვულკანის ამორქვევისა. ეს იყო ტექნოლოგიური ავარია პლანეტარული მასშტაბით. ძველი სისტემა მუშაობდა გადაჭარბებული პრინციპის მიხედვით,
მექანიზმზე, რომელიც მუშაობდა ატმოსფერულ ელექტროდენზე. როდესაც რაღაც მიზეზით შეიძლება მიზანმიმართულად ელიტის საბოტაჟისა მოხდა ძაბვის მომატება უცებ და მილები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო გახეთქვა. წყლის უზარმაზარი მასები სელით, თიხით სავსე გადმოვიდნენ ნაპირზე შენობების ფუნდამენტიდან ზუსტად ამიტომაა რომ ძველი სახლები ჩამარხულია პირველი სართულების დონეზე. კი, უფრო ზევით კიდე არის 2, 3, 4, 5 სართულებიც არის ჩამარხული. შენობის გარშემო კი არ არის კვალი გრუნტის შემოტანის. ანუ შენობები ჩამარხულიაო, მაგრამ გარედან რომ შემოსულიყო გრუნტის წყალი ან ტალახი ან კიდევ რამე, ამის კვალი არ არსებობსო. დატბორილიაო შენობების შიგნიდან. რაც იმის მიზეზიაო, რომ წყალი შიგნიდან გამოვიდაო. შეიძლება ეს იყოს ხელოვნური მიზეზით, შეიძლება ეს იყოს უბრალოდ ბუნებრივი მიზეზით. ხო, 1995 წელს რომში მეტროს ახალი განშტოების აშენებისას მუშები შეეჯახენ ამოლესილ კამერას 30 მეტრიანი სიღრმით შიგნით და მათ იპოვეს ადამიანის ჩონჩხი უცნაურ აბჯარში თეთრი რკინისაგან და ოქროს დისკით. ესე იგი, ოქროს დისკი ეკავა ამ ჩონჩხს ხელში. დისკზე იყო ამოკვეთილი სამყაროს რუკა. ამ რუკაზე არ იყო არც ევროპა, არც ამერიკა მათ დღევანდელი ფორმით. იყო ერთი უზარმაზარი კონტინენტი ასია და იქ დახატული იყო ამოყვანილი იყო სწორი ხაზები, მაგრამ ეს სწორი ხაზები მიდიოდა ოკეანემდე. ის იყო ტარტარიის აკვედუკების სქემა, რომლებიც კაჩავდნენ ზღვის ან ოკეანის წყალს. ეს ძველებს რა თუნდოდათ ამ ოკეანიდან ზღვის წყლის კაჩვა, ხო? ზოგს გაუჩნდება ასეთი კითხვა. თანამედროვე ფიზიკოსებმა იციან, რომ ზღვის წყალი არის იდეალური ელექტროლიტი. ელექტროლიტი ალბათ ყველა მიცით რა არის, ხო? ხო, და ზღვის წყალი, ოკეანის წყალი არის იდეალური ელექტროლიტი. თუ მას გაწმინდავ სწორად ზედმეტი მარილებისაგან გრავიტაციული ფილტრის მეშვეობით, ის ხდება ძლიერი წყარო ენერგიისა. ვატიკანში ინახება ნახაზები რომელზეც სქემა მოყვანილი, სადაც ოკეანის წყალი, რომლითაც ამ მილების სქემა, ესე იგი მილების სქემა მოყვანილი, სადაც ოკეანის წყალი მიედინებოდა. ამ მანქანებს შეეძლოთ გამოეტანა ოქრო და ვერცხლი ამ ნაკადიდან ელექტროლიზის დახმარებით. ანუ იწვინებოდა ეს წყალი, გამოქონდათ ოქრო და ვერცხლი
როგორც ადრე სვანეთში და სამეგრელოში კოლხი და ხო ყოლა მიცით ხო ცხურის ტყავს აფენდნენ რადგან ნაკად მოქონდა ვერცხლი ოქრო და ის ილექებოდა ამ ტყავის ცხურის ტყავზე ბალანი ძებით რომ ბალანსში გაჩხერილიყო მე-19 საუკუნის დასაწყისში ყველა შესასვლელი ამ ხიდრო ქარნებისა იყო აფეთქებული მათ ადგილზე კი ააშენეს ახალი ტაძრები და სამთავრო შენობები ანუ თუ სადმე სამთავრობო შენობები აშენებული ესე იგი იქ რაღაც იყო ადრე რაღაც მნიშვნელოვანი ეს იცოდეთ ალბათ დაიმახსოვრეთ ალბათ ამას არა მე არ გახსიანდეთ მე საერთოდ ვამბობ იცით რა ძალიან საინტერესოა მე თქვენ ახლა მე დავამთავრე ეს ხო დავამთავრე და მე თქვენ გაჩვენებთ ახლა მოვიძებნიე ძველი ბათუმის შენობები ფოტოები ძველი ბათუმის შენობებით ხო და რაღაცა მინდა გაჩვენოთ ხო მე ხო ვამბობდი რომ ვარიანტი არა რომ საქართველოშიც არ იყოს ტარტარიის კვალი დარჩენილი მეთქი ხო და მე მგონი მე მოვიძებნი ეს კვალი ეს ჯერ არ ატკიცებულება ამისი მაგრამ მაინც ჩემი ასლი მინდა თქვენ გაგიზიაროთ და თუ და თქვენი ასლიც მაინტერესებს რას ფიქრობთ ამის შესახებ თავარი საიდუმლო ტარტარიისა დევს იმაში რომ ეს ცივილიზაცია აღიქვამდა პლანეტას როგორც ერთიან ცოცხალ ორგანიზმს წყალს კი როგორც მის ნერვულ სისტემას ხო ახლა კი დანაპირეს შევასრულებ ახლა მე თქვენ გაჩვენებთ ფოტოებს ნახეთ შეხედეთ ეს ძველი ბათუმის შენობა შეხედეთ შპილი ზევით სახურავი ზევით აგე აი ეს შპილი ასეთი შპილები ეყედა ადრე ტაძრებზეც კიდევ განახებთ აი ეს ადგილი კი აქ ვხედავ მე შეიძლება ეს ეკლესიის ნაწილია მაგრამ შეხედეთ ძველებური აშენებულია შპილი აგერ კი ეს წყლის სატუმბი ძველებური სტილი არ ხედავთ ეს ძველი ფოტოებია აი როგორი ეს არის წყლის სატუმბი ასეთი სატუმბები იყო მთელი სოფლიოს მასშტაბით ეს არ არის კომუნისტების დროს აშენებული კომუნისტები პირიქით ანგრევდნენ ყველაფერს ეს ბათუმია შემდეგ ქუთაისაც გადავიღებ ერთი წუთით კიდევ განახებთ ახლა მე თქვენ ხო აი ეს ძველებური შენობა ბათუმის არა ეს ამას ისე განახებთ ნახეთ ძველებური შენობა აგერ კიდევ ერთი შენობა შპილით აგე ზევით შპილი ხო ეს შენობაც მთლიანად აშენებულია ისე რომ მიიღო ეფირული ენერგია ოღონ ჩვენ ამას ვერ დავამტკიცებთ აი ეს შენობა ყველა აშენებულია ერთი წუთით გავანათებ კარგად ხო აშენებულია და ამ შენობის ქვეშ აუცილებლად იქნება სარდაფები აუცილებლად მე მგონი მე ასე ფიქრობ რადგან შეხედეთ ამ შენობაზე დგას საინტერესოა ხო აი ძველი ბათუმის კოლონები სეტები ეს რამდენი წელია რამდენ წელს ითვლის ეს სეტები ვინ იცის ხო ეს თან ძველი ბათუმის ფოტოებია ახლა თანამედროვე ფოტოს განახებთ ამის
აგერ თანამედროვე მაგრამ ეს ყველაფერი არის ძველი აშენებული. არ ჩანს, ასეც არავინ არ აშენებს ახლა თანამედროვე. კომუნისტების დროსაც იყო ეს. მხოლოდ გალამაზეს, შეღებეს. შეიძლება ვწდები, არ ვიცი. მე ხა თქვენ განახებთ კიდევ ერთ ფოტოს. ხო, აგერ რამირე თქვენ ახლა გითხრათ, დააკვირდით ამ ღობეებს. ეს არის ძველი ღობეები. ესე იგი, ამ ღობეებში რაღაც არის ჩამონტაჟებული. ნახეთ? შენობაზე არაფერი ჩანა. აგერ უფრო საინტერესოს გაჩვენებთ. ნახეთ? ეს არის ამბობენ რომ პროტესტანტული ეკლესიის შენობა არისო, მაგრამ იქ ახლა მართლმადიდებელი ნახეთ ჯვრები. შპილები ეგია, ნახეთ? შპილები აგერ. დაყენებული, მაგრამ შემდეგ მოგვიანებით ჯვრად აქციეს და სინამდვილეში ესაა ტაძარი. ტაძრის შენობა, ეგრეთ წოდებული ტაძრის შენობა, რომელიც შემდგომ აქციენ ეკლესიად, რელიგიურ ინსტრუმენტად და სინამდვილეში ეს ტაძრები აქ კი ხალხი დადიოდა, მაგრამ არა იმისთვის რომ ელოცათ. ას ტაძრებში, არამედ იმისთვის რომ გამოიჯამთელებიათ თავი სამკურნალო დადიოდნენ. და აქა თითუთი გავათეთრებ. შეხედეთ, აქ არის სინამდვილეში ჯვარი არ იყო ადრე, ეს მოგვიანებით დააყენენ ჯვარი. აქ იყო ძელი შპილები. აქ კიდევ ერთი ნიშანი ტარტარიის კვალისა. მე თქვენ ჩემ ვარაუდს გიზიარებთ. აბა თქვენ რას ფიქრობთ? კარგით, მე ალბათ ამით დავასრულებ. კიდევ ერთ გაჩვენებთ აგერ. ეს არ არის თანამედროვე დროს აშენებული. ეს არის ძველ დროს აშენებული. შეიძლება არა, ასე რაღაცებს არ აშენებდა არავინ. იგივე სოხუმი, იგივე აფხაზეთში შეიძლება ასეთ რაღაცები ნახო. ხო? აგერ მე თქვენ ახლა არ ვიცი ახლა მაქვს არ მაქვს. კარგი, მე თქვენ თანდათანობით სხვა ფოტოებსაც გაჩვენებთ. მოვიძებნიებ ინტერნეტში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ხო, ამ გუშინდე წუხერო ვიდეო დავდე, იმის გაგრძელება იყო ეს და ამით ეს თემა დაიხურა დღევანდელი ვიდეოთი. დროებით.